მოდი ამოვხსნათ ამოცანა ერთობლივ სამუშაოზე. გვყავს ორი მუშა და მეორე მუშა პირველ მუშასთან შედარებით 6 საათით სწრაფად ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ეხლა თუ ორივე ერთად იმუშავებს, 2 საათში სამუშაოს ნახევარი ექნება შესრულებული და გვაინტერესებს მთელი სამუშაოს რა ნაწილს ასრულებენ თითოეული ცალ-ცალკე 1 საათში. შემოვიღოთ აღნიშნები. პირველი, თქვათ ერთ მთელ სამუშაოს ეს პირველი მუშა, რომელიც უფრო ნელია, ასრულებს X საათში. ხოლო მეორე მუშა, რა კი 6 საათით სწრაფად რჩება სამუშაოს, ესე იგი 6 საათით ნაკლები დრო ჭირდება და ამიტომ X-6 საათში ასრულებს ამ სამუშაოს. და ვიცით, რომ ორივე ერთად 2 საათში ასრულებს სამუშაოს ნახევარს, ანუ ჩანაწერშიც გვიჩანს 1/2 ნაწილს. პირველი ჩვენ ახლა დავადგინოთ 1 საათში რა ნაწილს ასრულებენ სამუშაოსი თითოეული. პირველი 1 სამუშაოს თუ X საათში ასრულებს, მაშინ 1 საათში 1/x ნაწილს შეასრულებს. ეხლა იგივე პრინციპით მეორე მუშა თუ 1 სამუშაოს X-6 საათში ასრულებს, 1 საათში სამუშაოს 1 შეფარდებული X-6-თან, აი ამ ნაწილს შეასრულებს, ხო? ახლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ორივე ერთად დავაკვირდეთ 1 საათში სამუშაოს რა ნაწილს ასრულებენ. მოგვიწევს ამ თითო საათში შესრულებული სამუშაოების დაჯამება. ანუ 1/x-ს დავუმატებთ 1 შეფარდებული X-6-თან. ნუ მერე გავაერთმნიშვნელიანებთ, საერთო მნიშვნელი იქნება x ჯერ X-6 და ვრიცხულში გვექნება X-6 პლუს x საბოლოოდ, ნუ რაც არის ამ ფოტოს ჩანაწერში. ეს ნაწილი იქნება შესრულებული 1 საათში. ეხლა ჩვენ რო გავიგოთ 2 საათში სამუშაოს რა ნაწილს ასრულებენ ესენი ერთად. აი ეს 1 საათში ერთობლივად შესრულებული სამუშაო უნდა გავამრავლოთ 2-ზე. 2-ზე გამრავლებისას მხოლოდ რა თქმა უნდა ვრიცხველზე გავამრავლებთ ამ ორიანს და გვექნება 4x-12 შეფარდებული x²-6x-თან. ეს აღნიშნების ენაზე, ანუ x-ების ენაზე და მეორე მხრივ ჩვენ ამოცანის პირობიდან ვიცით, რომ აი ამ 2 საათში ამათ სამუშაოს ნახევარი შეასრულეს. ესე იგი, აეწყობა განტოლება, აი ეს 2 საათში შესრულებული სამუშაო, რომელიც x-ების ენაზე გვიწერია ჩვენ აქ, გაუტოლდება 1/2-ს. და ვიწყებთ ამ განტოლების ამოხსნას. როგორ ხსნით ახლა ამ განტოლებას? ჯვარედინად ვამრავლებთ 2-ს ვამრავლებთ 4x-12-ზე, ხოლო 1x²-6x-ზე და ვიღებთ კვადრატულ განტოლებას. კვადრატულ განტოლებას პირველის ფორმულით ვხსნით და პასუხად ვიღებთ 12 საათს x1-ის როლში და x2-ის როლში 2 საათს. ეხლა რადგან ვიცით, რომ ერთ-ერთი მუშა მეორეზე 6 საათით ნელია, 2 საათი პასუხად არ გამოგვადგება, იმიტომ რომ 2-ს რომ 6-ს გამოვაკლებთ, -4-ს მივიღებთ და -4 საათი დროდ არ გამოდგება. ამიტომ პასუხი არის რომ x-ი, ანუ ამ ჩვენი პირველი მუშის შესრულებული სამუშაოზე დახარჯული დრო არის 12 საათი და ის მეორე, რომელიც 6 საათით უფრო სწრაფია, 12-6, ანუ 6 საათში უმკლავდება მთელ სამუშაოს. ახლა რაც შეეხება ამოცანის შეკითხვას, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ, ჩვენ გვეკითხებოდნენ 1 საათში რა ნაწილებს ასრულებდა თითოეული და თუ მთელ სამუშაოს 12 საათში ასრულებს პირველი, 1 საათში 1/12 ნაწილს შეასრულებს, ხო? ხოლო მეორე შეასრულებს სამუშაოს 1/6 ნაწილს. ეს იყო და ეს.